საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახლად შექმნილ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციების ფუნქციონირების საკითხები განიხილა საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა და პირველ ეტაპზე მის განვითარებაზეც მსოფლიო ბანკი იზრუნებს, რომელიც გარდა ტექნიკური დახმარებისა, გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციების დანერგვის მიზნით საერთაშორისო ექსპერტებს მოიწვევს. ჩვენი მიზანია, რომ ამ პირველად შექმნილ პირველად ფეხადგმულ ორგანიზაციას შევუწყოთ ხელი, განვავითაროთ, ფიქრობ, რომ სწორი გზით ვითარდება აღნიშნული პროცესი და პირველ გაჩენილ ამ სეგმენტს მოყვება ეგრეთ წოდებული წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია, მოყვება კიდევ ბევრი სხვა ორგანიზაციები, არა მარტო კახეთის მასშტაბით, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფერმერთა გაერთიანება მოგცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ ბენეფიტები სახელმწიფოსგან, უპირატესად მივიღოთ წყალი და უკვე მომავალი წლიდან განსხვავებული შედარებით დაბალი ტარიფით მივიღოთ წყალი. სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ადგილობრივმა, ასე ვთქვათ, ჯგუფმა, მსოფლიო ბანკმა, ასე ვთქვათ, გამოთქვა მზადყოფნა, რომ ექსპერტები იქნებიან გამოყოფილი ჩვენთან იმუშავებენ და გაგვიზიარებენ თავის ცოდნას და გამოცდილებას.